მე მადლობით დავიწყებ. დიდი მადლობა მოსვლისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ არიღლებით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ არ შეშინდით და დიდი მადლობა იმისთვის, რომ გააქვთ წინააღმდეგობის უნარი და ძალა, სურვილი და мотиваცია. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მზიამაღლობელის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ. მზიამაღლობელი არის, ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია ნამდვილად, იმიტომ რომ მზიამაღლობელი არის სიმბოლო საქართველოში, ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სიმბოლო და თუ ჩვენ დავუშვებთ, ხო, მე დღეს ბევრი ჟურნალისტს ვუთხარ, რომ ის ერთადერთი სიმბოლო არ არის, მაგრამ ის არის სიმბოლო ნამდვილად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის და თუ ჩვენ დავუშვებთ ამ სიმბოლოს დატყვევებას, თუ ჩვენ შევეგუებით ამ სიმბოლოს დატყვევებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევეგუებით ქართული საზოგადოების გაჩუმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევეგუებით საქართველოში თავისუფალი სიტყვის დატყვევებას და ასე შემდეგ. ამას ვერ შევეგუებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, გავიზარდეთ თავისუფალ საზოგადოებაში, ქმნით თავისუფალ საზოგადოებას და გვჯერა თავისუფალი საზოგადოების. მზიამაღლობელი იბრძვის იქედანაც ისე როგორც მას შეეფერება, ზოგჯერ მგონია რომ ჩვენზე მეტადაც იბრძვის. მზიამაღლობელი არ იბრძვის იმისთვის, რომ გაუქმონ მას ეს 53 პრიმამუხლი, რაც არის პოლიციელზე თავდასხმა, გებუაძეზე თავდასხმა, რომელსაც ლოყა აუწითლდა. მე გუში მქონდა ერთი ესეთ საინტერესო ზარი, ერთ-ერთი ქალბატონი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მის შვილს ცემა ერთ-ერთმა საჯარო პირმა ფიზიკური ანგარიშწორება იყო ძალიან ძლიერი და უნდობელი, არსებობს ამის ვიდეო კადრებიც და ეს ქალი ამბობდა, რომ მას უნდა ისაუბროს იმაზე, რომ თუ გებუაძეს სილის გაწვნისთვის შეიძლება ქალი დაატყვევო ციხეში და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ემუქრებოდა, რატომ უნდა დადიოდეს თავისუფლად ეს საჯარო პირი, რომელმაც ბავშვს ცემა. ამ ადამიანს სხვათა შორის ეს მოგონილი ამბავი არ არის, მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ადამიანის წინააღმდეგაც, მაგრამ მას 2000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ბავშვს ცემა დაუნდობლად ადამიანმა, კაცმა, საჯარო პირმა, ის სამსახურეობრივ მოვალეობასაც კი არ ჩამოაშორეს, სამსახურეობრივ საქმიანობასაც კი არ ჩამოაშორეს და იგივე საქმიანობას აგრძელებს, მაგრამ მზიამაღლობელმა სილა გააწნა პოლიციის უფროს და ის დაატყვევეს. მე კი მართლა რა უთხარ, ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, რა უთხარ ისეთ პოლიციელს, რომელიც ქალის სილის როგორ შეიძლება დაგვიცვას, მან რაიმესგან ესეთმა პოლიციელმა, რომელიც სილის გაწვნის გამო ტკივილს განიცდის და რა ქვია, იწყება მისი დასაცავად სისხლის სამართლებრივი დევნა. რა მინდა გითხრათ, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ პრინციპების, რაც თავიდანვე დასაწყისიდან მქონდა გაცხადებული. ჩვენი მედია არის შექმნილი, არის თავშესაფარი გაჭირვებული ადამიანების. დღესაც, როცა ჩვენ ძალიან გვიჭირს, როცა მთელი სისტემა ორკესტრირებულად გვიტევს და გვებრძვის და უნდა რომ გაგვაჩუმოს და ეს არ არის არც მოგონილი ამბავი, არც პათეტიკა, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ მაინც ვცდილობთ ვიყოთ ხმა ადამიანების, რომლებსაც სჭირდებათ დაცვა. ჩვენ ამას ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. რაც არ უნდა თქვას ირაკლი კობახიძემ, რომ მზიამაღლობელი რა ქვია, თავს დაესხა პოლიციელს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ვიღაცის დავალებით. რაც არ უნდა მეტი სიბრიყვე ილაპარაკოს კიდე სხვამ და სხვამ საჯარო პირებმა, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვთ და ამ განუსაზღვრელ ძალაუფლებით ტკბობას არიან მოცემული. არაფერი არ გამოვა. ჩვენ ვიქნებით თავისუფალი. ჩვენს თავისუფალ სიტყვას არ დავთმობთ, ვერ დავთმობთ. შესაბამისად, ვერც 353 მუხლით შეგვაშინებენ, ვერც იმ კანონებით შეგვაშინებენ, რაც ახლა არის კარს მომდგარი, სასტიკი კანონები, რეპრესიული კანონები, რომელიც უპირებს მთლიანად ქართულ მედიას განადგურებას, ქართული სიტყვის დადუმება აქვთ განზრახული, ამაზე ოცნებობენ, ელვისის სწრაფით მუშაობენ, არ ვიცი რამდენად აკვირდებით, იღებენ კანონზე კანონს, რომ ეს სიტყვა გააჩუმონ, სიტყვა დაახშონ ამ ქვეყანაში, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს ოცნება
ამ მრავალოცნება ახდენილ ხელისუფლებას არ აუხდება და ჩვენ შევძლებთ რომ დავიცვათ ჩვენი სიტყვა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა, რის ჩაკეტვასაც ასე გამწარებით ცდილობენ და დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა ზოგადად. მე არ მინდა დიდხანს დაგაყოვნოთ აქ ჩემი მოსმენით, ჩვენი პრინციპი არასოდეს არ ყოფილა რომ გვესაუბრა რაღაცა ყოფილიყავით საჯარო ფიგურანტები, არ ყოფილვართ ჩვენ საჯარო პირები, არ პოზიციონერებდით საჯარო პირები, ჩვენ ვიყავით მონიტორები, ვაკვირდებოდით ყველაფერს, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს რუსული კანონის ქარიშხალი დაატრიალდა ქვეყანაში, ჩვენ იძულებული გავხდით რომ ვიყოთ სპიკერები, ვილაპარაკოთ, მოგმართოთ, გაგაგებინოთ ჩვენი გაჭირვება, მოვისმინოთ თქვენი გაჭირვება და ერთმანეთი გავაძლიეროთ და ბოლოსკენ ვიტყვი ამას, რომ ვხედავ, რომ რაღაცა თითქოს უიმედობა, აი ჩემ მეგობრებშიც ახლა აგერ ციალა ლაპარაკობ და სხვაებიც კერძო საუბრებშიც მე ვგრძნობ, რომ არის უიმედობა. მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ არ იმართება ხალხმრავალი აქციები, ვერ იმართება ხალხმრავალი აქციები, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ეს აქციები ბევრად ხარისხიანია, ბევრად საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყოველდღე აქ ვიკრიბებით, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და საერთოდ უმრავლესობა ვერასოდეს ვერ ახდენს ცივილიზაციურ პროგრესს. პროგრესი ყოველთვის არის უმცირესობების ხელში, პროგრესი ყოველთვის ცალკეული ადამიანების ინსტრუმენტია, ასე ვთქვათ, და სხვა ადამიანები, უმრავლესობა ამ ინსტრუმენტების მომხმარებლები ხდებიან. გინდათ გეწყინოთ ახლა ეს, გინდათ გაგეხარდათ, არჩევანი თქვენი არის, ზოგადად ახლა სხვას მივართავ, რომელ მხარეს აღმოჩნდებით, იმ მხარეს, ვინც იბრძვის, ვინც არ ნებდება, ვინც პროგრესის წყაროა, თუ იმ მხარეს, რომელიც უბრალოდ მომხმარებელია. ჩვენი არჩევანი არის ეს, ჩვენ აქ შევიკრიბებით, მუდმივად შევიკრიბებით, სანამ გვეყოლება პოლიტპატიმრები, სანამ ზიამაღლობელი იქნება ციხეში, ჩვენ ვილაპარაკებთ, არ გავჩერდებით, სანამ ის 60 პოლიტპატიმარი იქნება ციხეში, ჩვენ ვისაუბრებთ, არ გავჩერდებით და ჩვენ მხოლოდ არ ვისაუბრებთ. ჩვენ ყველა ინსტრუმენტს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა შევცვალოთ საქართველოში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვეთ. ჩვენ ვართ მართლები, მე ამით დავამთავრებ და წარმოუდგენელია, რომ სიმართლე არ გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ. მე გიხდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გამძლეობისთვის და ასევე რა ვიცი, გინდა რეკომენდაციად მიიღეთ, რადაც გინდათ იმად მიიღეთ, რომ რაოდენობრივად შევაფასებთ ჩვენი პროტესტის ძალას. ჩვენი პროტესტი არის ძალიან ძლიერი. ისინი გვაკვირდებიან, მათ ჩვენი პროტესტის ეშინიათ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.